ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები, როგორც ყოველთვის ელისო ხარჩელავა საინტერესო თემით შემოგვიერთდა მარტივი კომპოზიციები, უпростоრედ საყვავილე კომპოზიციები მარტივად ჩვენს ბაღებში. საინტერესოა, ხო? როგორ უნდა დაუშვათ და რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ მარტივად საყვავილე კომპოზიციების ასეთ შეიძლება, ხო? აწყობისთვის და რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იქნება ის საინტერესოა ზოგადად რამდენად მოთხოვნადია ეს საყვავილე კომპოზიციები და შემდეგ უკვე ჩვენ თავად როგორ ავაწყოთ თუ არის სწორი ფორმულირება. კი, ზუსტად ასე არის. ეს სილამაზე. კი ბატონო, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. ვფიქრობ, რომ საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ როცა ჩვენ თვითონ გეგმავთ საერთოდ ბაღის მოწყობას და ბაღის გაშენებას, დეკორატიულ ბაღზე ვსაუბრობ, უპრიანი იქნება და მოთხოვნადიც არის ეს თემა, რომ აი რაღაცა პატარა ადგილი მაქვს, ტერიტორია მაქვს და მინდა ჩემს გემოზე გავაკეთო ეგ საყვავილე კომპოზიცია და რა არის, აი რა უნდა გავითვალისწინო, საიდან უნდა დავიწყოთ, ხო? მე როგორც ყოველთვის ჩემს მენელებს, ჩემს ტრენინგ კურსელებს, ვინც მოდიან ჩემთან ხოლმე, ყველაზე პირველი ვსაუბრობ, რომ მაღაზიიდან ნუ დაიწყებენ, ანუ სანერგებიდან ნუ დაიწყებენ. ყოველთვის ჯერ თვალი მიმოავლეთ, ასე ვთქვათ, თქვენს ეზოს, თქვენს ტერიტორიას, სად გინდათ ეს საყვავილე რაღაცა კომპოზიცია რო გქონდეთ, ხო? მასშტაბურობას აქვს ამ წუთას ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ეს საყვავილე კომპოზიცია 2 კვადრატზე გააკეთო, შეიძლება 7 კვადრატზე გააკეთო, შეიძლება 10 კვადრატზე გააკეთო. გაჩნია, ხო, რამხელა ტერიტორია გაქვს და მე სად აკეთებ ამ საყვავილე კომპოზიციას? ცენტრში გინდა, აი შვაგულში გინდა თუ სადღაც ღობესთან ახლოში გინდა. აი ამ ყველაფერს უნდა აი დაკვირვება, კარგი დაკვირვება უნდა და სწორი გადაწყვეტილება. კი ბატონო, ავირჩიე ადგილი, სადღაც ეგ ხედვა მაქვს წინ ღობესთან, რაღაცა კუთხეში, მინდა რაღაცა ძალიან ლამაზი საყვავილე კომპოზიცია მქონდეს. ნუ აი 3-დან 5-6 კვადრატამდე, ხო? რას ვითვალისწინებ ახლა? შემოღობა როგორი მაქვს? ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მარტივი შემოღობა, ანუ სეტკაბადეთი არის შემოღობილი. თუ ძალიან ისეთი დაფარული მაქვს ძალიან და მზის ხივები თუ ვერ აღწევს. ანუ ნახეთ მცენარეები ერთმანეთს კონკურენციას არ შეუწევენ. არაფერში არ უწევენ მცენარეები კონკურენციას ერთადერთი მზეზე. ყველა ცდილობს, რომ მზისკენ წავიდეს და თავისი წილი მზის ხივები მიიღოს. ერთადერთი ამაში არიან კონკურენტ უნარიანები. ანუ ისე უნდა განვათავსოთ სცენარები, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ, რომ ეს დაბალანსდეს, ეს იარუსებია. აი ყველაზე მთავარი მარტივი, იმიტომ დავარქვი, რომ როცა ჩვენ ამას მივხვდებით მცენარის ზრდადობას. ზრდადობა რას ნიშნავს? აქ უნდა გავითვალისწინოთ ზოგი მცენარე შეიძლება 2 მეტრამდე იზრდება, მაგრამ ნელმზარდია. მაგრამ შეიძლება მცენარე 1 მეტრამდე იზრდებოდეს, მაგრამ ისე სწრაფად იზრდება, რომ ამ შენს ნელმზრდას ამ სწრაფმზარდმა გადაჭრდილოს. და ამ დროს ეს დაგეჩაგრება. ამიტომ არის აი საინტერესო, ჯერ გადახედეთ, რაღაცა დაგეგმეთ, შეარჩიეთ მცენარეები და შერჩევა რას ნიშნავს ახლა მცენარეების? ეს არ არის, რომ აი როცა ყვავილობს და სასწაული ფერი აქვს, სასწაული სუნი აქვს და გავგიშთ და მომინდა მომეწონა. ყვავილობა მცენარის არის მოკლეხნიანი, აი ვარდობის ყვავილობა всё გადავიარეთ, ხო? იყო მაისი, გავგიჟდით, ბევრი ვისაუბრეთ, დავტკბით და რა მართლა საოცრება. მაგრამ ეხლა რა გვაქვს, ხო? ივლისი, სექტემბერი, აგვისტო თითქმის არაფერი და ზუსტად ეს არის გასათვალისწინებელი. ანუ, როცა ჩვენ მცენარებს ვარჩევთ, ზრდადობა, მზის მიმართ მოთხოვნილობა, ყვავილობა, ტემპერამენტი, ყველა მცენარეს აქვს თავისი ტემპერამენტი, ანუ ზრდადობის სიჩქარე. როგორ იზრდება. ეს ყველაფერი ამისი მიხედვით შევარჩიოთ და ამის შემდეგ დავიწყოთ ახლა აწყობა ჩვენი კომპოზიციის. ყოველთვის იარუსები და მთავარი მცენარე არის გასათვალისწინებელი, რაზედაც ვაგებთ ამ კომპოზიციას. ახლა სიტყვაზე, ნუ აიო, პატარა კვადრატულობაზე ვერცხლისფერი ნაძვზე აი პატარა კვადრატულობა დაახლოებით. აი 3-4 კვადრატულობა. სულ პაწაწუნები, ხო? იქ ახლა ვერცხლისფერი ნაძვი რო გავაკეთოთ, ვერცხლისფერი ნაძვი ვიცით, რომ დიდი მზარდი, ხო? ის აი
მასთან უკვე ახლო-მახლოში ვერაფერს ვერ გააკეთე. ამიტომ როცა ამიტომ ნახეთ ხაზი გავსვი იმას რომ მასშტაბურობიდან გამომდინარე ვარჩევ. სურვილი ერთია, მაგრამ შესაძლებლობა მეორეა. ისო, აი რამდენად მისაღებია დავუშვათ პატარა კვადრატურაზე, ფართზე, აი თუნდაც ვერცხლისფერი ნაძვი ძალიან დიდი მცენარის გახარება. არ არის მიზანშეწონილი, არ არის მიზანშეწონილი, მით უმეტეს ხობესთან ახლოში რო გააკეთებ, თვითონ მცენარისთვისაც არ არის სასურველი, ხო? ის თავის თავს ბოლომდე ვერ გამოავლენს, ყოველთვის შეწუხებული იქნება, ყოველთვის დაჩაგრული იქნება, ასე ვთქვათ, ყოველთვის კრეჭა მოგვინდება და ნუ უნდა ვაკონტროლოთ მაგისი სიმაღლე და ჯობია მომცრო ზომის მცენარეზე ავიღოთ აქცენტი. რა თქმა უნდა, ეს ცენტრალური და მთავარი მცენარე ყოველთვის ეცადეთ, რომ იყოს მარადმწვანე. რადგან ნახეთ, ეს არის, რადგან ჩვენი კომპოზიცია და მთავარი აქცენტი, რადგან ეგ მცენარეა, ეს იმას ნიშნავს, რომ 12 თვე ამ მცენარემ უნდა გაგვახაროს ჩვენ, ხო? ეხლა ფოთლები თუ დაუცვა, კი ბატონო, ეხლა ირმის რქამე ძალიან მიყვარს, მაგრამ მაშინ ძალიან ლამაზი ვარჯის მცენარე უნდა შევარჩიოთ. ანუ ფოთლებს რო დაიწვეს, შემოდგომით გაგვახარებს, ფოთოლს დაიწვეს და აბა ზამთარში რა გვრჩება? მარტო რაღაცა ჯოხები ხო არ უნდა იყოს, თვითონ აგებულება, გეომეტრია უნდა იყოს მცენარის ძალიან ლამაზი. კი ბატონო, შევარჩიეთ ეს მთავარი მცენარე, ამის მიხედვით უკვე ვიწყებთ იარუსებად დალაგებას. ანუ ჯერ შემავსებელი, მეორე დონე მცენარეები, მეორე დონის მცენარეები რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? ეს არის ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეები. ბუჩქოვანი მცენარეები შეგვიძლია აქ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. აი ჩვენს ბაზარზე მოიპოვება ძალიან ლამაზი მცენარეები. ჩვენს კლიმატურ პირობებში შეგვიძლია რომ მოვიძიოთ მცენარეები. ახლა დასავლეთ საქართველოში სხვა მცენარეები შეიძლება, აღმოსავლეთ საქართველოში ხო. ესეც შეიძლება გავაკეთოთ აი შერეულად. შერეული რას ნიშნავს? როგორც ფოთოლმცვენი, ასევე მარადმწვანეები. ეს მეორე იარუსიც, ასე ვთქვათ, იმასაც არის მცენარები, ბუჩქოვნები, ყვავილობა აქვთ. აი ადრიანი გაზაფხულიდან რო იწყებენ ყვავილობას, ფორცისიაზე ჩვენ გაზაფხულზე ვისაუბრეთ, აი მზე არის, აი ყვითელი ფერის არის, მე რო შეიფოთლება ულამაზესია და ძალიან გვიანობამდე აქვს ფოთლები რა და ეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. უკვე დავიწყოთ მესამე იარუსი. მესამე იარუსი რას ნიშნავს? უფრო განთქმულ მცენარეებზე შეგვიძლია აქცენტი გავაკეთოთ და აი ფოჩები რომ გავუკეთოთ ამ ჩვენს კომპოზიციის და ამით რომ დავასრულოთ ეს. ანუ ეს წრიული ფორმის იქნება, ტალღისებური ფორმის იქნება თუ სწორხაზოვანი იქნება, რაღაცით უნდა დასრულდეს. იქ დასრულების შემდეგ უკვე გადადის გაზონზე, ასე ვთქვათ, ხო? ეს ეგრევე მცენარეთა კომპოზიციაში არ უნდა გადავიდეს, რაღაცით უნდა დასრულდეს და აი დასრულება ზუსტად ხდება მესამე იარუსის მცენარეებით, ფოჩებს ვეძახით, ასე ვთქვათ, ჩვენ ზენაზე, რითაც არშიებით, რითაც შეიძლება რომ დასრულდეს და გამოიკვეთოს ეს ჩვენი კომპოზიციის ხაზი. ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. აი გართხმული ღვიები შეგვიძლია გავაკეთოთ, ლავანდები შეგვიძლია გავაკეთოთ, ვარდები შეგვიძლია გავაკეთოთ, კოწახურების ულამაზესი საოცარი მიქსები შეგვიძლია გავაკეთოთ, როზმარინები შეგვიძლია გავაკეთოთ და აი ბზები შეგვიძლია გავაკეთოთ, ბურთები თუ გვინდა, ფიტოსპორუმები, აი არჩევანი არის ძალიან კარგი. უბრალოდ ჩვენ არ უნდა გადავაჭარბოთ რაოდენობაში, ზუსტად ვიცოდეთ რამდენ კვადრატზე ვაკეთებ, რომ იმის მიხედვით დავითვალოთ ჩვენ მცენარების რაოდენობა და ყველაზე მთავარი სეზონურობა არ გამოგვრჩეს. იმიტომ რომ ნახეთ ადრიანი გაზაფხულიდან ვიცით რომ ბოლკონები გამოდიან სცენაზე. იქ სადღაც ამ კომპოზიციაში ტიტები იქნება, ნაცისები იქნება, მე ყვავილობის თვალსაზრისით. აგერ მაისში ისინი შემოდის, ზამბახები შემოდის, ხო, თავისი საოცარი აგებულებით და ფერებით. ზამბახები გადაიყვავილებს, ვარდები შემოდის, ვარდები გადაიყვავილებს, ზაფხულით და აი საინტერესოა, აივანზე თუ შეგვიძლია მსგავსი კომპოზიციის თავისუფლად შეგვიძლია აივანზე, ისე და ისე, აი მასშტაბურობიდან გამომდინარე. რამხელა გვაქვს ეს ჩვენ აივანი, რამხელა ქოთნის დადება შეგვიძლია. ეხლა 10 ქოთნის მაგივრად ხო არ ჯობია ერთ ქოთანში გავაკეთოთ ეს კომპოზიცია, ხო? ალბათ ვის როგორ მოწონს. ვის როგორ მოსავლელად უფრო მარტივი არის, ერთნაირად მორწყვა. აქ უკვე ნახეთ რა არის გასათვალისწინებელი. საერთოდ ქოთანშიც არა
ამ კომპოზიციაშიც. ანუ ერთნაირი მოთხოვნილების დიახ, არის მაინტერესებდა, მცენარეები. რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ხელი არ ალბათ, ხო? შეუშალონ, ხო, ზოგ მცენარეს ვიცით, რომ უფრო ბევრი წყალი უნდა, ზოგს უფრო ნაკლები უნდა და აი ესეც უნდა შევარჩიოთ და ამას ახლა მეტყვია, რომ აი შენთვის მარტივია, რადგან იცი მცენარეები. არა, ინტერნეტ სივრცეში არა, რა თქმა უნდა, მარტივი ინფორმაციის არის და მოძიება არ არის პრობლემა. ინფორმაციის მოძიება სანერგეში წახვალ ძალიან კარგი კონსულტანტები არიან და დაიკავებთ ამ თქვენს რვეულს, ფურცელს, ავტოკალამზე. თუ გვინდა ამას სივრცეში ყოფნა, შესაბამისად უნდა ცოტა ვიშრომოთ. კი, მარტივად რატო დავარქვით მარტივად ეხლა არა. ამას, რომ აი მე საერთოდ ამის მომხრე ვარ. აი ბაქს არ უნდა გადააკვდე, ასე ვთქვათ. მარტივად უფრო სიამოვნებისთვის უნდა შეიქმნას, უნდა დავტკბე, ხო? დღევანდელი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, ხო, საღამოს ეხლა ისაღებია ჩაის ეს. დავლევ თუ ყავეს, აი რაღაცას თან განათებაც თუ დავსვით ამ კომპოზიციაში, უკვე ლამაზია და სასიამოვნო საღამო რო გავატარო და თან ცქერა გქონდეს, აი ხედვა ანუ მოვლის გქონდეს. რუტინა უნდა იყოს სიამოვნების მომტანი და სიე, არა გადაჭარბებულად, ხო, სირთულეებთან არ უნდა იყოს სირთულეებთან არ უნდა იყოს, აი ნამდვილად მე ამისი მომხრე ვარ, ყოველთვის მირჩევნია ესეთი ეკოლოგიურად სუფთა ბაღი გავაკეთო და ბაღსაც არ აქვს მნიშვნელობა, ქოთანს აკეთებ, აი ესეთი მეთოდით უნდა იყოს, პატარა წრეში აკეთებ, 2 კვადრატში აკეთებ თუ 4 კვადრატში, ესეც ესეთი უნდა იყოს. თუ ეხლა 24 საათი იქ მოგიწია ბრძოლა სარეველებთან თუ დაავადებებთან, უკვე ხო, შენც შემაწუხებელია. კარგი შემაწუხებელია. გელისო და რაც შეეხება გადაკეთებას, აი აღარ მოგწონს ეს თქვენი საყვავილე კომპოზიცია, რამდენად რთულია და რა არის ის დაუშვათ კრიტერიუმები გასათვალისწინებელი, რაც გადაკეთების დროს გამოიყენება, გასათვალისწინებელი და რითი დავიწყოთ? კი, სწორია, ნამდვილად კარგი შეკითხვა არის. ახლა ნახეთ, საერთოდ რა ერთფეროვნება ყველაფერში მოსაწყენი არის, ხო? სადღაც 5 წლის წინ გავაკეთე ბაღი და ახლა უკვე უფრო მეტად ცოდნაც შევიძინე, უფრო მეტი ხედვაც გამიჩნდა და ნუ რაღაცა ვხედავ, რომ არ მომწონს, რაღაცა ცვლილება მინდა, ხო? ისევ და ისევ დაკვირვებით დავიწყებ ამ ყველაფერს. ზუსტად მეცოდინება, რა მცენარეს დავიტოვებ და რა მცენარეს ამოვიღებ, ხო? და იმ დატოვებულ მცენარეზე ავაწყობ მერე დანარჩენ მცენარეს, რა, ანუ მთლიანად რო არ მოგვიწიოს ამ ჩვენი მცენარეთა კომპოზიციის დაშლასაც ამასაც თავისი დრო უნდა, ხო? დროში რა იგულისხმება? პერიოდი. ანუ მცენარე იმ დროს უნდა დაიშალოს კომპოზიცია, როცა მცენარები ძილის პერიოდში მიდიან, ხო? გვიანი შემოდგომა, აი ნოემბრის ბოლოდან უკვე რო შეგვეძლება მცენარის გადარგვები, როცა მცენარე მიდის ძილის პერიოდში, ნაკლებად აქტიური არის, ხო? აი ნოემბრიდან გაზაფხულამდე გადავაწყობ ამ ჩემს ბაღს და ნუ გავასაჩუქრებ იმ მცენარეებს, რომელიც მე უკვე აღარ მინდა და ჩემს მეგობარს რო დასჭირდება და მე უკვე ახალ კომპოზიციაზე დავიწყებ. შეიძლება ბევრს ქონდა აი მოყვავილეები და ეს მოყვავილეები მომბეზრდა, ხო? რაღაცა უფრო მინდა სტრუქტურულად გამართული, რომ ზამთარშიც მაღალ დეკორატიული იყოს. აი ამ მოყვავილეებს ჩავანაცვლებ მარადმწვანეებით. და ისევ ამასაც თავისი წესი აქვს, სწორად ამოვიღებ ამ მცენარეებს, ის მებაღეს დავიხმარებ, თუ მარტო მე ვერ შევძელი, ამას ქოთანში ჩავსვამ, იქამდე სანამ დავუშვა და ვიღაცა ჩემს მეგობართან გადავცვლი ამ მცენარეს, ან გავასაჩუქებ, ან რაღაცა. ისე რომ ეს ფესვთა სისტემა არ უნდა დაზიანდეს და ის მიკროკლიმატი უკვე რაც არის ნიადაგში შექმნილი, ეს არ უნდა დაზიანდეს. ის ხო წლები დაჭირდა იქ რაღაცა მიკროკლიმატი რო შექმნილიყო. მერე თუ წვეთოვანი გვაქვს, იმ წვეთოვანსაც შევხედავ, გადავცვლი, იმიტომ რომ როცა მცენარეების გეომეტრია შევცვლი, იქ შეიძლება მორწყვის სისტემაც იცვლება. განათებამ შეიძლება სხვა ადგილას მოიწიოს გადაწევა და ან ღობის შეხება მოვინდომე, ამ განახლება მოვინდომე, ხო? აი ყველაფერს ისევ და ისევ დაკვირვებით და ისევ და ისევ დაგეგმარებით, აი სპონტანურად არ უნდა იყოს, აი კარგი დაკვირვების შედეგად მიიღება მერე კარგი შედეგიც. ელისო და რაც შეეხება იმ საყვავილე კომპოზიციებს, გავრცელებული რომელია, თუ არის სხვადასხვა სტილის, დავშვა ჩვენ ვისაუბრია იტალიურ ბაღებზე, ფრანგულ ბაღებზე, ასე შემდეგ, ხო? აი რომელიმე გამორჩეული არის? კი, გამორჩეული. უფრო მოთხოვნადი რომელია? კი, ეხლა ძირითადად მაინც უფრო აკეთებენ
მრავალფეროვანს, ინგლისური სტილის გასაგებია. კომპოზიციებს, სადაც არის ეს ყველაფერი შერწყმული ერთმანეთთან. აქ არის გათვალისწინებული ფერებიც, ხო? სიჭრელე. სიჭრელე იქნება. იყო ერთი პერიოდი, რა ზოგსაც მოსწონს მონოქრომული. მონოქრომული რას ნიშნავს? უფრო ერთი ფერის მცენარეებია. აი ძალიან ბევრს უყვარს თეთრი ფერის ბაღები უნდა მარტო, ხო? თეთრი ფერის ეგ ძირითადად უფრო თეთრად მოყვავილი მცენარეები ყავთ, ხო? არის ზოგიერთს წითელი ფერის უყვარს, ხო? ხო. არის კიდევ ნახეთ როგორ არის მონოქრომული ქვია ზუსტად თუ მარტო ვარდებისგან აკეთებ ამ კომპოზიციას. გასაგებია. გაიგეთ, აი მარტო ვარდები და ვარდები რო გადაიყვავილებს, იქ რაღაცა მარანწვანები უნდა დაახვედრო. აი გემოვნებაზე არის ეს ყველაფერი, მაგრამ მე პირადად ეხლა რო უყურებ და რო წარმომიდგენია ჩემი მომავალი ბაღი, ინგლისური სტილისკენ წავიყვან, მრავალფეროვნებისკენ წავიყვან და სიჭრელისკენ წავიყვან, რომ მე 12 თვეზე უნდა იყოს გათვლილი აუცილებლად. რატომაც არა და აი რაც შეეხება ჩვენს დამკვეთს ითხოვენ თუ არა საყვავილე კომპოზიციების მოწყობას და რამდენად ხშირად. კი, ნამდვილად ითხოვენ, იმიტომ რომ როცა აგეგმარებ მთლიანად ეზოს, იქ აუცილებლად ეს საყვავილე კომპოზიციები თვისაც მოიძებნება ადგილი. მარტო გაზონი და ბილიკები უკვე არ არის საინტერესო, იყო ეს ერთი პერიოდი, მარტო გაზონი უნდოდა და სხვა ცენტრში რაღაცა ერთი დიდი ლამაზი მცენარე. არა, ეხლა უკვე შემოვიდა მოთხოვნილებაში, რომ კი ბატონო დამიგეგმარებ და აუცილებლად ეს უნდა იყოს მრავალფეროვანი კომპოზიციები, საყვავილე კომპოზიციები. იმიტომ რომ მე მინდა, იცით რა, აი ტიტაც მინდა, ვარდიც მინდა, ქრიზანთემებიც მინდა შემოდგომის და რაღაცნაირად ისე უნდა იყოს ეს მოგვარებული, რომ ეს დამკვეთის სურვილები გათვალისწინებული უნდა იყოს. და რამდენად უხდება საყვავილე კომპოზიციებს დავუშვათ თუნდაც ჩანჩქერი, ძალიან ბევრ ჩანჩქერი მოწონს. შეიძლება ნახა ეს უფრო დიდი სივრცეა, სადაც ხიდებია ესეთ ბაღში. რამდენად იტანს დავუშვათ საყვავილე კომპოზიცია აი ამ მრავალფეროვნებას. აი ზუსტად ამიტომაც მიყვარს მე საყვავილე კომპოზიციებზე მუშაობა, რომ აი ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, მრავალფეროვანია. თუ რაღაცა პატარა გუბურა გააკეთეთ, იმ გუბურაზე რაღაცა დეკორატიული ხიდი, გუბურის გარშემო უკვე რაღაცა მცენარეები რო გააკეთო, აი ფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა. ნუ კაი, არ გვექნება გუბურა, მშრალი წყლის სარკის გაკეთება ქვია. კენჭებით შეგვიძლია რომ მივიღო და ეს უფრო იაპონური სტილისკენ როცა მივდივარ და უხდება კი როგორ არა რამდენად შრომატევადია. შრომატევადი, რა თქმა უნდა, თავიდანვე არის, რომ ეს მცენარეების დაკვირვებას როცა ვაწარმოებთ, მაგრამ როცა სწორად არის მცენარეების შერჩეული, სწორად არის გათვალისწინებული ის კრიტერიუმები, რაც ჩვენ წეღან ჩამოვთვალეს, ზრდადობა, ფერი, სეზონურობა, მდგრადობა, მოთხოვნილება, მერე მარტივია, მერე თვითონ მცენარეები მეგობრობენ, ასე ვთქვათ, ერთმანეთში და კონკურენციას არ უწევენ, ყველა თავისთვის არის, სწორ ადგილას არიან, მოკლედ ერთმანეთთან. თავიდანვე გავითვალისწინებთ. კი, თავიდანვე არის გასათვალისწინებელი. რამეს ხომ არ დავამატებდით? ისეთ მსუყეთ ვისაუბრეთ. ხო, მსუყეთ ვისაუბრეთ. ხო, საინტერესო არის და ვფიქრობ, რომ რავი, ყველამ უნდა შეიყვაროს და თუ არის შესაძლებლობა, აი თუნდაც აივანზეც მარტივად შეიძლება ეს რომ გაკეთდეს საქოთნე საყვავილე კომპოზიციები, ხო? ანუ მარტო მონოქრომულზე ნუ გადავალთ, აი ერთ სახეობაზე, მრავალფეროვანი ყოველთვის უფრო კარგი არის. კი ბატონო, თუმცა გემოვნების საკითხია, ვის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ელისო ხარჩილავა იყო ჩვენთან, გადაცემა მწვანე რჩევები, ჩვენ საყვავილე კომპოზიციებზე ვისაუბრეთ. რადიო მედისტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მალე დაგიბრუნდებით. დროებით.